მე ნადა მახვილაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. საქართველო არ არის არავის უკანაეზო პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელ ბიუროკრატებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოფიციალური თბილისის სუვერენიტეტის ხარჯზე არაფრის დათმობას არ აპირებს. მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა ბრიუსელში კონცენტრირებული პოლიტიკური ელიტისთვის, როგორც ჩანს, ეს არგუმენტი არ არის და ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობას განაგრძობს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო და დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხთან ერთად აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის გათვლებით ქართული ოცნების წარმომადგენლები ასამბლეაში ვერ დაბრუნდებიან. საქართველოს ხელისუფლებასთან ოპონირების ხაზი ქართული ოპოზიციისთვის კვლავ დასავლეთზე გადის. სანქციების დაანონსებაც უკვე ტრენდული გახდა, თუმცა მმართველი გუნდისთვის გარე პატრონების მხრიდან მართული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს წონა არ აქვს და რადიკალებს გონებრივი პოტენციალის კონცენტრაციას საკუთარ იმიჯზე ურჩევენ. ოპოზიციის რეიტინგი იკლებს და პარალელურად გრძელდება დაბარებები საგამოძიებო კომისიაზე. წულუკიანი გახარიას 20 ივლისის საქმეზე გამოკითხვისთვის იბარებს. რომელი პოლიტიკური სუბიექტი იქნება საარჩევნო ბიულეტენებში თვითმმართველობის არჩევნებზე ჯერ ისევ გაურკვეველია. ამ ფონზე კი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე დიდი ძვრებია. სამხრეთ კავკასიის გაძლიერების იდეა ილჰამ ალიევმა მაშინ გააჟღერა, როცა საერთაშორისო ფორუმზე ოფიციალური თბილისის პოზიციები დაიცვა და საქართველოსადმი ევროკომისიის ნაბიჯებს ევროპული სტრუქტურის მხრიდან კოლონიალისტურ დამოკიდებულებას შეადარა. როგორია საქართველოს მთავარი საგარეო და საშინაო პრიორიტეტები ცვალებადი გეოპოლიტიკური ეპოქის ფონზე. პოლიტიკურ საკითხებზე დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან მაია ბითაძესთან და პოლიტოლოგ ირაკლი გოგავასთან ერთად ვიმსჯელებთ. მაშასე მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს მაია ბითაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოდით დავიწყოთ ცხელი პოლიტიკური ამბით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა. რამდენად არგუმენტირებულია და რელევანტური მათი ეს ქმედება თქვენთვის? ვინაიდან საქართველოს დელეგაციამ თვითონვე თქვა უარი მუშაობაზე ასამბლეაში, რისი დემონსტრირებაა ეს მათი მხრიდან და როგორი იქნება ოფიციალური თბილისის პოზიციონირება? მოგესალმებით ნატა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და დღეს ჩვენ ვიხილეთ სამწუხაროდ ევროსაბჭოს კიდევ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, მე ვიტყოდი ევროსტრუქტურებისთვის, რომელიც თვალნათლივ ანახებს თუ როგორ უთხრის თვითონ პასე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმ პრინციპებს, რა პრინციპებისთვისაც შეიქმნა 50-იან წლებში ეს ორგანიზაცია, რომლის ღირებულება უნდა იყოს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა და რომლის მთავარი ღირებულება უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მეზობელი სახელმწიფოს პატივისცემა. ჩვენ ნათლად ხედავთ ამ შემთხვევაში რეზოლუციას, რომელიც არათუ რაღაც პოლიტიკურ ზეწოლას განახორციელებს საქართველოზე, არამედ შექმნის დამატებით პირობას იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ აღარ ირწმუნოს ევროპული ღირებულებების იმ მექანიზმებისა, რომელიც თვითონ ევროსაბჭოში არის შექმნილი, რაც ძალიან სამწუხაროა. ამასთან ხაზი მინდა გაუსვა და თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, თუ რა პროცენტული მაჩვენებლით იქნა დღეს რეზოლუცია მიღებული, მაშინ როდესაც საერთო რაოდენობა, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებისა, ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოსი ევროპის საბჭოში არის 612 ძირითადი და დამხმარე შემადგენლობა, 99 ხმით იქნა დამტკიცებული დაამსწრეთა უმრავლესობით, ასე ვთქვათ, რეზოლუცია, რომელიც რამოდენიმე ძირითად მიზანს ისახავს და რაც თავარია არ დამდგარა დღის წესრიგში დელეგაციისთვის, ასე ვთქვათ, აკრედიტაციის მინიჭება იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დელეგაცია ამ შემთხვევაში საპარლამენტო ასამბლეაზე აღარ ყავს, იმ შანტაჟის ენის გამო, რაც პირველ რეზოლუციაში რამოდენიმე თვის წინ იქნა გაჟღერებული. რეზოლუციაში თუ ჩვენ კარგად ვნახავთ, რამოდენიმე აბსურდულ გზავნილს დავინახავთ. პირველი და ყველაზე მთავარი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ რეზოლუცია გმობს საქართველოში ოჯახური ღირებულებების კანონის მიღებას, რეზოლუცია გმობს საქართველოში გამჭვირვალეობის კანონმდებლობის მიღებას, რეზოლუცია
გმობს საგამოძიებო კომისიის შექმნას და მისი ვადის, ასე ვთქვათ, მისი საქმიანობის ვადის განსაზღვრას დღევანდელ დღემდე ნაციონალურ მოძრაობის დანაშაულების გამოძიებას და პრაქტიკულად ხედავთ, რომ ეს არის დამატებითი მექანიზმი იმ, ასე ვთქვათ, კოლექტიური ძალისა მსოფლიოში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სატელიტი ორგანიზაციის კოლექტიური ნაცმოძრაობის გადარჩენას და აქვე ის არ დაგვავიწყდეს, რომ ევროსაბჭო როგორც საპარლამენტო ასამბლეას მოიცავს, ასევე ევროსაბჭოს სტრუქტურა არის სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც დაადგინა ზუსტად ის, რისთვისაც მათ შორის მუშაობს საგამოძიებო კომისია. ეს არის სახელმწიფოს დანაშაული, ნაციონალურ მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის დანაშაული ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით გირგვლიანის საქმე შეგახსენებთ და ასევე ახალი გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმის გამოძიება გახარიას ასე ვთქვათ პრემიერობის დროს და ამ დროს საპარლამენტო ასამბლეა ასეთ აბსოლუტურ გადაწყვეტილებას რეზოლუციას იღებს, რომელიც ერთის მხრივ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ესე არის ნახსენები, რომ ასე ვთქვათ ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, ხოლო მეორეს მხრივ გმობს ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის გაუქმებას. გვაბრალებს, რომ თურმე ვაწამეთ ელენე ხოშტარია. ანუ საბოლოო ჯამში რა იკვეთება, რომ აი ამ რეზოლუციის მთავარი მიზანია, რომ გადაარჩინოს ნაციონალური მოძრაობა და კიდევ ერთხელ დაანახოს და დაარწმუნოს საქართველოს მოსახლეობა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, რაც ბოლო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ 1,200,000 ამორჩეულმა გააკეთა, რომ საქართველოს ებრძვის რაღაც, ასე ვთქვათ, კოლექტიური ძალა მთელ მსოფლიოში, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ს უნდა ევროკავშირში გაერთიანება, ამიტომ ყველაფერზეა წამსვლელი საქართველოს მოსახლეობა და მზად არის დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი და ვერ ხვდებიან ეს ადამიანები, ვინც აი ამ სქემაში მონაწილეობს, რომ ამით პირიქით აკნინებენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ რწმენას, რომელიც ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გვაქვს ევროსტრუქტურებისადმი. თქვენ ახლა შანტაჟის ენა ახსენეთ, როგორ ფიქრობთ ამას რა შედეგი აქვს? რატომ გეკითხებით ის აი სანქციების დაანონსება ბრიტანულზე განსაკუთრებით აქცენტირება და ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა კიდევ 4 მაღალჩინოსანი ქართული ოცნების მხრიდან ერთგვარი მინიშნებები ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის განცხადებაში. აი რამდენად შესაძლოა ამ ყველაფერმა დააზიანოს ურთიერთობები ზოგადად გლობალური მასშტაბით? აი რაიმე ეფექტი თუ აქვს ამ ყველაფერს ხმაურიანი განცხადებების გარდა? ნატა მე სწორედ იმიტომ ვახსენე, ასე ვთქვათ, რაოდენობა ევროსაბჭოს დეპუტატებისა, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, იმასთან შეფარდებით თუ რა საერთო რაოდენობაა, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ისეთი დამოკიდებულება ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ იქ ყველა ასე ფიქრობს. ჩვენ რამოდენიმე გუშინ წინ დაუბრუნდით, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს ევროპელ კოლეგებთან, მათ შორის EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან, მალტის, ბელგიის, შვეიცარიის, საფრანგეთის წარმომადგენლებთან ჩვენ ძალიან ღია და კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა, მათ შორის ის ადამიანები, ვისაც ჩვენ შევხვდით, აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების სურვილს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი ამ სახელმწიფოში. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომლის 20% ნაციონალურ მოძრაობის, ასე ვთქვათ, დახმარებით გაფორმდა ოკუპირებულად რუსეთის ქმედებების შედეგად, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ არ შეიძლება ევროპის ბიუროკრატიის ქმედებების ასეთ სტილში გაგრძელება, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას რწმენა ეკარგება და უფასურდება თვითონ ევროპული ღირებულებები, მათ ძალიან კარგად ესმით ჩვენი მდებარეობა, ის გეოპოლიტიკა, რომელიც ჩვენ გარშემო ვითარდება, შესაბამისად მე იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ჯამში გადაწონის საღი აზრი თვითონ ევროპაში. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს რა სიტუაციაში ვართ. დღეს მოვისმინეთ საფრანგეთის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ აპირებს პალესტინის აღიარებას, იქ ხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან
ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ჭიდილს ყველა სახელმწიფოსთან ტარიფების თემასთან დაკავშირებით, იქ ხედავთ უკრაინაში ომის და გადაწყვეტის გაჭიანურებას და ამ ფონზე რიგი, მათ შორის ევროპარლამენტარები თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, როგორიც მაგალითად გალერმა გააკეთა, რაც ჩვენთვის პირადად ძალიან კარგად იკვეთება ის, რომ ეს არის ჩვეულებრივი კომუნისტური და ასევე ფაშისტური მოწოდებები, როდესაც ადამიანის ქონების თან ვისი ბიძინა ივანიშვილის, რომლის ასე ვთქვათ, როლი საქართველოს არა მხოლოდ სუვერენიტეტის შენარჩუნებაში, არამედ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებაში 90-იან წლებიდან მოყოლებული ძალიან დიდია, ამ ადამიანის ქონების ექსპროპრიაციაზე საუბრობს გალერი. ასე რომ ეს ძალიან თვალნათელია თუ რა ბრძოლებთან გვაქვს საქმე და ახლა ვხედავთ ძალიან სამწუხარო, მათ შორის პირადად ჩემთვის, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც შეითავს ამერიკის ბაიდენის ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას მავნებლური პოლიტიკა საქართველოს მხრიდან და ასანქცირებს ვის? მოსამართლეებს, ასანქცირებს ახლა უკვე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, თან არც აკეთებს განმარტებას, ერთი წინადადებით 4 სიტყვით ამბობს, რომ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში, თუ განსაკუთრებულ დარღვევებში არიან შემჩნეულები ეს ადამიანებიო და რომელში არ გვეუბნება, აი ესეთი უაპელაციო განცხადებით არღვევს იმ დემოკრატიის პრინციპებს, რაზეც ბრიტანეთი იდგა და მაგალითი იყო მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის აბსურდი და თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოსთან ასეთი კოლონიური და ბატონყმური დამოკიდებულება ოდესმე წარმატების მომტანი იყო რომელიმე ქვეყნისთვის, ძალიან კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დამპყრობლების მხრიდან იყო დაპყრობილი, მაგრამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, მედეგობა და ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპული ღირებულებები არის პირველ რიგში სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა და თავის შეკავება იმისგან, რომ ბატონყმური და ბრძანებლური დამოკიდებულება განახორციელონ საქართველოს მიმართ და ძირი გამოუთხარონ, ასე ვთქვათ, ძალოვან სტრუქტურებს და იფიქრონ იმაზე, რომ თითქოს რომელიმე ადამიანი, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი შეშფოთდება იმის გამო, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერებს რომელიმე სახელმწიფო და ამიტომ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის, ჩვენი რელიგიისთვის 100,000-ობით და მილიონობით ქართველ საუკუნეების განმავლობაში თავი შეუწირია. ასე რომ ეს არის ფუჭი ქმედებები და სამწუხაროდ ეს სახელმწიფოები ძირს უთხრიან ევროპულ სტრუქტურებს, ძირს უთხრიან საკუთარ რეპუტაციას და ამის ნათელი მაგალითი იყო ილხან ალიევის განცხადება, მათ შორის, როდესაც საუბარია შუადერეფანზე, ეკონომიკურ კავშირებზე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ბუნებრივია შუადერეფანი გადის საქართველოზე და ეს ეკონომიკური კავშირები, ლოჯისტიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული ჩვენ ქვეყანაზე გადის და ამასთან დაკავშირებით და ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს 2 დღის წინ უზბეკეთის ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ეს არის დერეფანი, რომელიც სწორედ ჩვენზე გადის და მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, რომ ძალიან იმ მოსახლეობას, რომელიც ჯერჯერობით რადიკალური ქმედებებით გამოირჩევიან, რომ კარგად დაფიქრდნენ რა მსოფლიოში გვიწევს ჩვენ ცხოვრება, როგორი არის ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა და ისე მიიღონ გადაწყვეტილები, როდესაც ცდილობენ რომ დააბულინგონ და შეურაცხყოფა მიაყენონ საკუთარ მოსახლეობას. მართალია ეპოქალური ძროებია მსოფლიოში, მაგრამ აი ხელისუფლებასთან ოპონირების ხაზი რადიკალებისთვის მაინც დასავლეთზე გადის. ზოგადად პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მინდა გკითხოთ, 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარია არის დაბარებული. ვიცით რომ მაგალითად 26 თებერვალს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ განაცხადა, რომ საჭიროა გამოძიებამ უფრო ღრმად შეისწავლოს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა. ამ ეტაპზე უცნობია რა სიზამს გიორგი გახარია და ზოგადად ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგალითად გიორგი ვაშაძე არაპირებს, რომ მივიდნენ საგამოძიებო კომისიაში. როგორ ფიქრობთ, დადგება თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ზოგადად იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი არ გამოცხადდებიან კომისიაზე და აი გახარიას საქმისთან დაკავშირებით შესაძლოა რაიმე ახალი გარემოების გამოკვეთა მოხდეს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა 99
ევროსაბჭოს დეპუტატს საგამოძიებო კომისიის მუშაობა და გმობენ თუ არა მას, ამ საგამოძიებო კომისიამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ატკინა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რამე თუ ჩვენ ყველას კარგად გაგვახსენდა თუ რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ცხოვრება და რა ტკივილი განიცადა საქართველოს მოსახლეობამ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. ძალიან მძიმეა იმ ისტორიების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ყოველდღიურად და თვალნათლივ ხედავთ იმას, თუ რას გადაურჩა საქართველო, იმიტომ რომ თვალნათელია, რომ იმ რეჟიმის დარჩენის შემთხვევაში დღეს საქართველო უბრალოდ ფიზიკურად აღარ იარსებებდა, რამე თუ ჩართული იქნებოდა რაღაც ალბათ ერთკვირიან ომში უკრაინის პარალელურად და საერთოდ გაქრებოდა დღის წესრიგიდან. რაც შეეხება ვაშაძე იქნება გახარია თუ ნებისმიერი პირი, რომლის დაბარება იქნება მოთხოვნილი საგამოძიებო კომისიის ეს არის კანონით რეგულირებული, არსებობს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა და შემდგომ უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არ გამოცხადდება კომისიაზე. ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც თავს არიდებს კომისიაზე გამოცხადებისგან, ან რომელიც აქირიკებს კომისიის მუშაობას, ეს ის ადამიანია, ვინც ჩართული იყო სავარაუდოდ ან იზიარებდა იმ მავნებლურ და ფაშისტურ პოლიტიკას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა. დანარჩენს უკვე სასამართლო გადაწყვეტს ყოველ კონკრეტულ პიროვნებასთან და ასე ვთქვათ, შემთხვევასთან მიმართებით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ჩვენს ეთერში მაია ბითაძე საუბრობდა. ეხლა კი მივსალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სტუმრობს პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. მოდით დავიწყოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით. როგორც ეხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა და ზოგადად მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ეს არის მიზანმიმართული პედალირება ხელისუფლებაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან. როგორი უნდა იყოს, როგორ ფიქრობთ, ოფიციალური თბილისის პოზიციონირება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ხდება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, როგორც ამას აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარემაც დღეს ირიბად მიანიშნა, რომ საქართველო არავის უკანა ეზო არ არის. კი ბატონო, მიჩვეულები არიან ევროპელი ჩინოვნიკები, ევროპელი პოლიტიკოსები, მეინსტრიმის პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, ეს წინა ხელისუფლებების დამსახურებაც არის, მათ შორის ამ ხელისუფლების დამსახურება ბჭყალებში, მაგრამ 2019 წლიდან ვითარება შეიცვალა, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე უარი თქვა ხელისუფლებამ, რადიკალურად შეიცვალა პოზიციები და ქვეყანა დაადგა სუვერენიტეტის განმტკიცების გზას. ეხლა ეს ევროპის საბჭოს შესახებ უნდა დაისვას ერთი კითხვა. რა სარგებლობა მოაქვს ევროპის საბჭოს ჩვენი ქვეყნისთვის დღეს? 90-იან წლებში შესაძლოა იყოს სარგებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვაშენებდით ახალ სტრუქტურას, არავინ არ იყო გათვისნობიერებული ამ დემოკრატიულ სისტემებში, პრინციპებში, უფლებების თემა იყო, სიტყვის თავისუფლების, პლურალიზმის, ბევრი თემა იყო და მაშინ გარკვეული სტანდარტები გადმოვიღეთ, ასე ვთქვათ, რაღაცები ვისწავლეთ და მაშინ სარგებელი ქონდა, მაგრამ შემდეგ თვითონ ევროპამ და ევროპის კავშირმა რადიკალურად შეცვალა თავისი პოზიციებით, ფუნდამენტი, რომელზეც იდგა ევროპა, ეს იყო ქრისტიანული ღირებულებები, ტრადიციული ღირებულებები მათ შორის 2000 წლების დასაწყისიდან ეს რადიკალურად შეცვალეს თვითონ. ინდოქტრინაცია მოხდა საკუთრივ ამ რადიკალური ლიბერალიზმის და სხვას არაფერს არ აღიარებენ, ხო და ტოლერანტობითაც არ გამოირჩევიან. დღეს ჩემი აზრით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კონკრეტული სარგებელი საქართველოსთვის არ მოაქვს. კი ბატონო, არის ფორუმი, სადაც შეგიძლია შენც მიხვიდე გამოთქვა აზრი, მაგრამ საქართველოს მიმართ ისინი იჩენენ ორმაგ სტანდარტს. ამიტომ ამ თამაშში შეყოლა ჩემი აზრით არ არის სწორი და ძალიან კარგია რომ წამოვიდა ეს ქართული დელეგაცია და აღებულობს იქ მონაწილეობას, ვიდრე ეს ევროპელი მეინსტრიმული პოლიტიკოსები არ გამოსწორდებიან. ეხლა გააკეთეს რეზოლუცია, წავიკითხეს რეზოლუციის პროექტი, თუ რაც მიიღეს. პირველი რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის ხმების რაოდენობა, 89 ხმა, ხო, თორსტები. სამის წინააღმდეგ. ევროპის, ესე იგი, ევროსაბჭოს საპარლამენტო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის 306 დელეგატი. სხვადასხვა ქვეყნებიდან დეპუტატები, ხო? ანუ ხმა მიცა ამ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას 29%.
დანარჩენები სად არის? დანარჩენი ხმა შოპინგზე იყვნენ ეს დეპუტატები სხვადასხვა 45 ქვეყნიდან თუ სად იყო? ანუ ეს გარკვეულწილად პოზიციას მიუთითებს იმას, რომ ბევრმა არჩია, რომ 71%-მა არჩია, რომ საერთოდ არ გაკარებოდა ამ საქმეს, არ გაესვარა საქმე ხელები იმ საქმეში, რომელიც პრინციპში არის არასამართლიანი თავის საფუძველში. ეს მნიშვნელოვანი მომენტია და მეორე ახლა ეს რეზოლუციაში თვითონ ჩაწერეს ერთი სააკაშვილის ფეხი ზომა არ ჩაწერეს, დანარჩენი ეს დაფუფინებენ ამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პირდაპირ რეზოლუციაში უწერიათ, რომ აბა გეგმავენ თურმე ამათ აკრძალვას კანონგარეშე გამოცხადებას და ეს რა თქმა უნდა ეს იყო დანაშაულებრივი. მაშინ სად იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, როდესაც სისასტიკეები, წამებები, კონვეიერზე, ინდუსტრიული მასშტაბის იყო ეს ფულის წართმევა ხალხზე. ეხლა ხო უსმენთ ჩვენ აგერ საპარლამენტო იმაზე. ტირის ხალხი მწერს ბევრი სოციალურ ქსელებში მირეკავენ. ადამიანები ტირიან, რასაც ისმენენ იმის გამო და ეს ევროპელები ახლა თავისი ორმაგი სტანდარტებით რაღაცებს ზღვარს გადადიან. აი ორმაგი სტანდარტი ახსენეთ ახლა თქვენ მაგალითად ევროკომისიის ქმედება ევროკომისიის პრეზიდენტის ქმედება გუშინ დაგმო ილჰამ ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე დაიცვა ოფიციალური თბილისის პოზიციები და ფაქტობრივად საწყედიც იყო იქიდან გამომდინარე რომ შუადერეფნის საკითხი როცა არის ფაქტობრივად მოხდა იზოლაცია ორბიტიდან გააქრეს საქართველო ამ შემთხვევაში არის და თავარი მოთამაშეა როცა ვსაუბრობთ შუადერეფნის საკითხთან მიმართებაში როგორ ფიქრობთ ხომ არ დადგება ერთგვარად სხვა ფორმატების შემოღების საკითხიც იცით რატომ აი კავკასიის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა ილჰამ ალიევმა მე ცოტა სიფრთხილით კითხავდით 3+3 ფორმატს იმიტომ რომ მაინც რუსეთთან ერთად საქართველოს ერთ სივრცეში ყოფნა შესაძლებელია ვერ მოხერხდეს ამ ეტაპისთვის მაგრამ რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აი თუ არის შესაძლებელი ერთგვარად რაღაც სხვა ფორმატებში რომ ძლიერი სამხრეთ კავკასია ფიგურირებდეს უკვე ოფიციალურად მოლაპარაკებათა ყველა მაგიდასთან სოფლიო მასშტაბით. ნახეთ, ერთი ქართული პოზიცია აქსიომა არის, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის სრულმასშტაბიანი ნორმალიზება შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარების გარეშე. ეს არის ფაქტი, აქედან ამოვდივართ ვინც უნდა იყოს პოლიტიკაში. ვერც ერთი პოლიტიკოსი სხვანაირად ვერ მოიქცევა, იმიტომ რომ ხალხი უბრალოდ წარლეკავს მას. ეს არის ამოსავალი წერტილი. ახლა რაც შეეხება 3+3 ფორმატს, ეს არის რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატი. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დიალოგის ფორმატში მონაწილეობა სასარგებლოა. ამაში შეიძლება განვიხილოთ მონაწილეობას თავისუფლად, მაგრამ ნახეთ 3+3 იქ არის პირველი სამეული ეს არის საქართველოს სომხეთი აზერბაიჯანი და მეორე სამეულია უშუალოდ დიდი მეზობლები რუსეთი ირანი და თურქეთი რომლებმაც საკმაოდ ირანმა და თურქეთმა აი ამ ომის ფონზე უკრაინის ომის ფონზე საკმაოდ კარგი კონსტრუქციული პოზიცია დაიჭირეს და შეთანხმდნენ იმაზე რომ არ დაუშვან სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის არევა ცდილობები ხო იყო აგერ ნოემბრიდან მაგას ვაკვირდებით და მანამდეც ეხლა პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის პირველმა სამეულმა ერთმანეთში უნდა გაარკვიოს რეგიონის ბედი. ეს არის საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მე პირადად ვარ ზომიერი ინტეგრაციის, ეკონომიკური ინტეგრაციის მომხრე, სამხრეთ კავკასიის სამეულის მომხრე, ამაზე 21 წელს აზერბაიჯანის პრესაშიც დავწერე, ქართულ პრესაშიც არის სტატიები. ეს ალა ევროკავშირის მოდელი, ოღონდ არა ისეთი ღრმა ინტეგრაციით და არა ბრიუსელის კომისრებით, რომლებიც უკვე ევროპელებსაც თავში მოაწყენეს. ხო, ეს არის ერთიანი ენერგეტიკული სისტემა ურთიერთდაზღვევი, შრომის საერთაშორისო დანაწილება რეგიონში, ჭკვიანური, ხო, შენ ამას აწარმოებ და 17 მილიონიანი ბაზარი ხდება ეს ყველაფერი. უკვე ისეთი რაღაცების წარმოება აზრს იძენს, რაც პატარა ბაზარზე მაგალითად საქართველოში რენტაბელური ვერ იქნება. უამრავი პლუსია. ხო, ოღონდ ეს არ უნდა დაემსგავსოს ახლა აღრევას, მიგრაციის კონტროლის და იმის გარეშე, კონსენსუსის გადაწყვეტილება კონსენსუსზე დაფუძნებული და მთავარი რომ დაიზღვეს რისკები, ნებისმიერი კორპორაცია, ბიზნესი თუ რაღაცა რეზიდენტს, ანუ საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს საკონტროლო პაკეტს და ისევე აზერბაიჯანში და ამ გზით უნდა ვიაროთ.
დაერცას კითხავთ და მოკლედ შესაძლოა ვერ მიმპასუხოთ, მაგრამ დრო გვეწურება, მაგრამ არ შემიძლია არ კითხოთ იმ სატარიფო ომზე, რომელიც მიმდინარეობს პეკინსა და ვაშინგტონს შორის. დღეს უკვე ტრამპმა გამოცხადა, რომ 125%-ზე გაზრდის პეკინისთვის ტარიფებს ჩინეთისთვის. აი როგორ იმოქმედებს ეს ზოგადად მსოფლიო ეკონომიკაზე და საქართველოზე მათ შორის? ეს ნიშნავს, რომ ლიბერალური ვაჭრობის პარადიგმა დამთავრდა, თავისუფალი ვაჭრობა, რომელთაც ჩვენი ხელისუფლება რატომღაც ამაყობს, ეს დასრულდა. 16 ქვეყანასთან არის თავისუფალი ვაჭრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან უამრავი საქონლის წარმოებას აზრი არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის გამო. აი ხა ტრამპს უნდა შევხედოთ, მისგან უნდა გადმოვიღოთ ეს პროტექციონისტული ზომები და სეგმენტურად ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთოთ ეს. ოღონდ სანამ შენ შემოიღებ ამ საბაჟო ტარიფებს, ხო? უნდა უკვე მზად კონდეს საწარმოები, ინფრასტრუქტურა, ოსტატები, კადრები მომზადებული, რომ უკვე გაუშვა ეს წარმოებები. ყველას ერთად ვერ მოასწრებთ, ახლა ტრამპი რასაც აკეთებს, ყველაფერზე შემოიღო ტარიფები, ხო? ესე ჩვენთვის არ შეიძლება მაგალითად. მაგრამ მას აქვს ამის ფუფუნება, იმიტომ რომ შემოიღო რატო და ახლა დადგა რიგი და ეს ქვეყნები, ეს ფირმები, ვინც არის ექსპორტიორები ამერიკაში, ყველასთან წავა ცალ-ცალკე მოლაპარაკება. ფულის ნაკადები, ამერიკის ბაზარი, ნებისმიერი ბაზარი ღირს ფული. შენ რო უშვებ შენს ბაზარზე მოთამაშეს მწარმოებელს, იმისგან შენ ელოდები არა მხოლოდ საქონლის შემოტანას და გაყიდვას, არამედ მას ახდევინებ. ასე იყო წინა ხელისუფლება და ეხლა ტრამპს სურს ეს ნაკადები თავის თავზე მიიზიდოს და ასევე ეს მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციები მაგალითად მასიურად აფინანსებენ ულტრალიბერალურ ღონისძიებებს მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი საერთაშორისო NGO რო გახსნათ ეს Amnesty International, Freedom House, Human Rights Watch-ები და ესენი ყველგან არის ტრანსნაციონალური კორპორაციების გენერალური დონორების სპონსორები. აი ამ ფულადი ნაკადების გადამესამართება მოხდება ტრამპისთვის ხელსაყრელ პლატფორმების მისამართით. ხო, ეს არის უფრო ტრადიციონალისტური, უფრო ოჯახი სამშობლო ღმერთი აი ამ ფასეულობების მიმართ. ამიტომ ორმაგი დანიშნულება აქვს ამ სატარიფო გამოწვევას, ერთი ის რომ პროტექციის ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას, მეორე ის რომ შეუთანხმდეს იმპორტიორებს სხვანაირი გადანაწილებაზე შემოსავლების, ფული გადაახტევინოს, ასე ვთქვათ, ტარიფების გარდა. და დაუკლებს შემდეგ ვიეტნამს, ინდონეზიას, ხოებს მე უამრავ ათეულობით ქვეყანას. და ჩინეთს რაც შეეხება, ჩინეთთან უკვე დაიწყო მწვავე კონფლიქტი, ეს არის პირდაპირ დაპირისპირება უკვე გლობალური მასშტაბის, აქ უკვე კორექტირება ტარიფების არაფერს არ უშველის, ეს კონფლიქტი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან რაღაცა ჩარჩო შეთანხმება მიღწეულია, ოღონდ რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ კი არ გამოვა. ის შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს როგორც მინიმუმ, აი ეს ნეიტრალიტეტის პირობა როგორც ჩანს არსებობს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე კი ამით უკვე გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე.